მოკლედ ვაგრძელებთ თამაშს. დრუზილას შეშა მოუტანეთ, ახლა მარკოსთან უნდა დავუბრუნდეთ. და ასეთია მისია, დავუბრუნდეთ მარკოსთან. და ნახოთ რა უნდა მარკოს. როგორც გითხარით, წინა ვიდეოში დრუზილას შეშის პრობლემა არ იყო მთავარი მისია, მთავარი მისია გადის მარკოსზე. მე უფრო მინდა მთავარი მისიაზე მივაქციო ყურადღება. თუმცა შიგადაშიგ გვერდით მისიებსაც გაჩვენებთ ხოლმე, მაგრამ მინდა რომ მთავარი შინაარსი და მთავარი სიუჟეტი რაც არის იმას გავყვე. ახლა მივდივართ მარკოსთან. მოკლედ ეს მარკოსი კასანდრას მეგობარი არის, შეიფარა თავის დროზე პატარა როცა იყო ეს კასანდრა, გაზარდა. მაგრამ ცოტა ისეთი ტიპია, თაღლითი, მაიმუნი, რა ვიცი, მატყუარა. მოკლედ ცოტა ხათაბალა ტიპია რა. და ასეთთან მეგობარია რა ქნას ახლა კასანდრას, მაგრამ უნდა დაველაპარაკოთ. მოდი ბარემ აქ ეს კივრიც ავიღოთ, მე არ დაგვრჩეს, ნახოთ იქნება რამე სასარგებლო იყოს. ბარემ აქ ავართ. და ახლა დაველაპარაკოთ, აბა მარკოს რაზე დაგვიბარა აქ რა უნდა. Вот и ты, и как раз вовремя. Я победила разбойников и добыла древесину. Я в тебе не сомневался, друг мой. Ну, план есть? Итак, я должен свести счеты с циклопом, как и ты, моя непримиримая подруга. Он бы не искал меня, если бы не ты, друг мой. Точно. Но, клянусь, я покончу с этим. Раз он не хочет отзывать своих головорезов, мы сделаем так, чтобы он пожалел об этом. Что ж, излагай. Что мне делать? Ты хотела сказать нам. Я умней и буду тебя направлять, так что мы команда. Ну, конечно. Скажи, чем дорожит циклоп? Людьми? Землей? Судами? Нет, обсидиановым глазом. Ближе к делу, Маркос. Ладно, мы украдем его. Ты тронулся. Сначала деньги, теперь его глаз? С ним мы победим и разбогатеем. Мы убьем 2 зайцев одним глазом. Будет сопротивляться, лишится обоих глаз. Нет, нет, нельзя, чтобы циклоп тебя заметил. Действуй скрытно. Значит, мне пригодится мой новый лук. Циклоп хранит глаз дома, так как очень дорожит им. Мудрое решение, но ты преподашь ему урок. Дождись заката, прокрадись в дом и укради глаз. Надеюсь, он и впрямь ценный. Ты видела, сколько дают за обсидиан на Кефалинии? Нет, не видела. То-то же. А это не просто обсидиан, он с золотыми прожилками. Золотыми! Не зря циклоп бережет глаз для особых случаев. То есть выручку мы отдадим ему? Она покроет часть долга. Виноградник дорого стоил. Я не знаю, где живет циклоп. Ступай в западную часть острова. Его логово там. Ладно. Но в этот раз не жадничай. Что? Зря ты так, Кассандра. Это твоя сущность. Принеси мне глаз и поймешь, что заблуждаешься. Не забудь, не выдай себя. Помню. Если ты справишься, циклоп не отрежет нам головы, когда вернется. მოკლედ ამ მარკოს იდეები აქვს უკეთეს რა სინათრებ. ახლა ასეთი იდეა აქვს, რომ შევიპაროთ ციკლოპის სახში და მოვპაროთ რაღაც ძვირფასი თვალი. და როგორც მე ვატყობ და შინაარსიდან და საუბრიდან ეს თვალი ციკლოპი არ კაცია ეს ციკლოპი. ნამდვილი ციკლოპი კი არ არის, რაღაც გიგანტი და დევივით და ცალთვალა რო არის, როგორც ზღაპრებშია. კაცია უბრალოდ, მაგრამ ცალი თვალი აქვს და
აი მეორე თვალის ბუდეში იდებს აი ამ ქვას როგორც ჩანს. რაღაც ძვირფასი ქვა არის და ეს უნდა უყაროთ და გავყიდოთო და გამდიდრეთო, მოკლედ ეს იდეა აქვს მარკოსთან. აი მივედით აქავართ, მოდი ახლა არწივი ავაფრინოთ და დავზეროთ ციკლობის სახლი. რა ხდება ციკლობის სახლში? დაცვა აბლომად უყენია, თან რანგით ჩვენზე ცოტა ძლიერებიც კი არიან ზოგიერთი. მესამე რანგის დაცვა არის. მოკლედ ისე მარკოსმა გვირჩია რომ ღამე შევპარულიყავით. ჩვენ დღე მოვედით ახლა და გავამჟღავნეთ საკუთარი თავი რომ მივედით რაღაცისთვის და ამათმა ჯერ კი არიციან რა გვინდა, მაგრამ რომ მოვიპარავთ ამ თვალს მერე ხომ ხვდებიან. მოდი ჩვენ მაინც ვცადოთ რაც შეიძლება ჩუმად და პრობლემების გარეშე მოვიპაროთ ეს კინაღამ შეგვამჩნიეს. აი ამ ოთახში არის ახლა აქეთ გვერდზე და უცებ უნდა გადავირბინოთ კინაღამ დაგვინახეს. მოვიპარეთ თვალი ობსიდიანის რაღაც ძვირფასი ქვა არის ძვირი ღირს და მარკოს იდეა აქვს რომ მოკლედ ამ თვალით შეგვიძლია ჩვენ გავმდიდრდეთ. ახლა მთავარი აქედან გავიდეთ ისე რომ არ ჩაგვიგდონ ხელში ციკლობის დაცვა. როგორღაც ცოტა უხმაუროთ შეუმჩნევლად. იმიტომ რომ არც ისე ძლიერები ვართ რომ თან ისეთი სუსტი ვართ რომ შეიძლება ერთი ხმლის დარტყმით მოვკლა. არა ვარ ჯერ ისე ძლიერები, არც აბჯარი გვაქვს. ეს დროის ამბავია თანდათან ყველაფერს ეს არის მაგათი ლიდერი, ყვითელი ნიშნით არის მონიშნული. მაინც მოგვიწია რა ბრძოლაში ჩაბმა. ისინი დაგხოცავენ ახლა ჩვენ. მოდი ჯობია გავარდეთ აქედან. თუ არა ცოდათაა ჩვენი საქმე. სიცოცხლე ბევრი აღარ დაგჭირ, მაგრამ ეს ლიდერი თუ მოვკალით, მისია შევასრულეთ. აი ციკლობის სახლში რაც შეგვეძლო გვეპოვა, ლიდერი უნდა მოგვეკლა და სკივრი უნდა აგვეღო და ეს ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა გავასწროთ თავარი ამის სამშვიდობოს. თან გზად ასე შემთხვევით გვხვდება ხის, ნერგები, რკინის. ეს ყველაფერი ავკრიბოთ, არ დატოვოთ, იმიტომ რომ აუცილებლად დაგჭირდება მერე სამომავლოდ და ჯობია არ დავტოვოთ. აჰა, გამოვასწორეთ ციკლობის დაცვას. თვალი წამოვიღეთ და ახლა რა არის ჩვენი მისია? მივუტანოთ თვალი მარკოს. დავბრუნდეთ მარკოსთან. ეს Assassin's Creed-ის ოდისეას ფუნქციებში და თამაშის სპეციფიკაში მომწონს რომ თითქმის ნებისმიერ კლდეზე შეიძლება აცოცება. ასე რომ თითქმის უფრო მისაწვდომია ყველა ადგილი. თუმცა ხეებზე ყველა ხეზე არ არის მაინც, მაგრამ აი ენერგია არ დავტოვოთ, ავკრიბეთ. მივდივართ ახლა მარკოსთან და მივუტანთ თვალს მარკოს. ვისაც გიყვართ Assassin's Creed და თან გინდათ რომ ჩაწვდეთ ამ თამაშის შინაარს, შეგიძლიათ ჩემი წინა ვიდეოების ნახო. მე ვხედავ რომ უკვე YouTube-ზე ჩემ ვიდეოებს უყურებენ, ნახვეებს უკვე აგროვებს. თუმცა ეს არ არის ჩემი მთავარი იდეა, უბრალოდ ჰობის, გართობის ინტერესი მაქვს რომ სხვებს გადაუთარგმნო და მივხვდნენ რაშია საქმე. აქ რა ხდება აქ მარკოსის სახლში? რაღაცა თავს დაესხნენ მარკოს. ვინ არიან ესენი? ციკლობის ხალხი ვითომ? მარკოსი ყვირის მიშველეთო და მოდი ახლა ამათ გარეშე მარკოს მაინც ვერ ველაპარაკებით და ესენი უნდა მოვიცილოთ. ასე. აჰა. ეს კათამიღა მაგდა ახლა კიდე. კარგი, დაველაპარაკოთ აბა მარკოს.
осторожно. Ты знаешь, сколько там было охраны? Поверь, если я это слышал, все слышали. Я ведь просил не шуметь. А все проклятый камень. Продав этот камень, можно купить дом. Купить дом, да, а вернуть долг циклопу нет. О, не грусти. Вспомни, как было весело. Циклоп найдет и убьет нас, Маркос. Только и всего. Не вижу ничего веселого. Все получится, поверь. Зачем мне лгать? Я лучше промолчу. Возьми глаз, но не продавай. Торговцы не поверят, что он наш по праву. Все знают, кому он принадлежит. Да, Чем в глазницу, лучше к нам. думаю, хватит на сегодня. До встречи, Маркос. Стой! Прибыла лодка. Я вижу ее впервые. И? В нашем городе таких красавиц нет. Думаю, это циклоп с друзьями. Вернулся? Я когда-нибудь вздохну спокойно. Убей их. Одной заботой станет меньше. К тому же с виду его люди богаты, как крёс. Им хорошо платят. Сплошная выгода, друг мой. И правда. Мне нечего терять. Брось, тебя никто не одолеет. Говори, где они? В заброшенном доме на восточном берегу. Кто знает, какие сокровища он таит. Отправь их к Аиду, забери все, и мы богаты. Восточный берег. Можно поточнее? Думаю, они в заброшенном доме. У рощи к югу от Самей. Часть сокровищ я оставлю себе, так и знай. Не пытайся спорить. И не драхмы для того, кто послал тебя. Остатки в уплату долга. Никак иначе. Что ж, ладно. Пусть знают, как у нас заведено. Или пролей кровь, или умри. ასე ვესაუბრეთ მარკოს კიდე ახალი იდეა აქვს, რაღაც გემი შემოვიდა სანაპიროზე და ახლა იმას დავესხათ თავს და იქიდანაც სიმდიდრე წამოვიღოთ. მოკლედ ეს მარკოსის შარია ვიღაცა, არა და ჩვენი მეგობარია. მოდი ნახოთ ახლა რამე ხო არ არის მისიებში ახალი. კარტასაც დავხედოთ, აი აქ უნდა მივიდეთ და რაღაცები აქ უნდა ვნახოთ, გავარკვიოთ რაშია საქმე, ვინ არიან ეს ხალხი, რა გემი შემოვიდა, რა მოიტანეს. საერთოდ აქ უნდა მივიდეთ. დავალებაც, ანუ მთავარი მისიაც არის სწორედ ეს. იქ უნდა მივიდეთ. გრძელდება მთავარი ისტორია ამ ყველაფრით. მოდი ვნახოთ აღჭურვილობაში რამე ახალი ხო არ გვაქვს. ამ შვილდი მეორე რანგის, შეგვიძლია ეს ავირჩიოთ. აქაც უკვე აბჯარი, მესამე რანგის აბჯარით შეგვიძლია ავისხათ. აქ სამკლაურებიც მეორე დონის სხვა ჯერჯერობით ახალი ისეთი არაფერი განსაკუთრებული. ესეც მესამე რანგის იარაღი. უნარები. რაც შეეხება უნარებს, რაღაცა შეგვიძლია დავიმატოთ. მე მაგალითად აი აქ ამდენ უნარებში მომწონს ეს ფეხის კვრა. აი გადაისვრე ასე კლიდან ადამიანს. და ბევრ რაღაცაში ეს მომწონს და მე თამაშებში გაჩვენებთ რატომ არის ეს უნარი სასარგებლო. შეგიძლიათ ეს აირჩიოთ. მოკლედ წეგალ ვამბობდი რომ ჩემი ნახვები, ჩემი ვიდეოები უკვე ნახვებს აგროვებს და ჩემი მიზანი არის რომ ქართულად იცოდეთ რას ნიშნავს Assassin's Creed-ის თამაში, რა შინაარსი აქვს აქ და მომდენო ვიდეოში გავაგრძელებ მომდენო მისიას.